Dadgis სხვა ამბები კომპანია ასკანელმა ძმებმა ახალი ღვინის სახელწოდებით ირმა ნიორაძე პრეზენტაცია მოაწყო. ახალი პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით ჩამოისხა. პირველ ჯერზე კომპანიამ მხოლოდ 2000 ბოთლი ღვინო ჩამოასხა. ღონისძიებაზე პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის გამოფენაც მოეწყო სახელწოდებით ხელოვნების ჰარმონია. ირმა ნიორაძის თქმით პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქი დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. ღონისძიებას მსოფლიო ბალეტის სხვა ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ. ხალხს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ოჯახის წევრები, აი ამ ჟესტით, რაც ჩემმა მეუღლემ დღეს საჩუქარი გამიკეთა, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ, დახმარება გაუწიოთ ამ უბედურებით დაზარალებულ ადამიანებს. არ იქნება მასიური დისტრიბუცია, არ გაუკეთდება ამ პროდუქციას. საფრანგეთშიც წავიღებთ, იმიტომ რომ არის რამოდენიმე მაღაზია, რომელიც მუშაობს ვარსკვლავების პროდუქციაზე. მოხდება რეალიზება და შემოსული თანხა გადაურიცხავთ დახმარების ფონდს. მოხდა არაჩვეულებრივი სინთეზი ვაზისა და ბალეტის და გამოვიდა ესეთი შესანიშნავი ეტიკეტი და შესანიშნავი ღვინო.